Თავი კაპანაძე, საკკაპელის მმართველი დირექტორი შემოგვიერთდა საქმე დილას ეთერში და რა თქმა უნდა სიახლეებით ვიწყოთ პირველ რიგში. ეთერში არ მქონია საშუალება რომ ეს ამბავი მომელოცა და გისურვებთ წარმატებებს ექსპორტის მიმართულებით, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი იყო ამ ზაფხულს თქვენი ევროპის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით. ამაზე საუბრით დავიწყოთ. რა ეტაპები გაიარა კომპანიამ, როგორ მოხდა ქართული წარმოების კაბელი ევროკავშირის ბაზარზე და ეს ვიცი რომ არ იყო უბრალოდ მარტივი საქმე რომ მოდი ევროპის ბაზარზე გავიდეთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს. მოკლედ კი ნამდვილად არ ყოფილა მარტივი საქმე. შაშადელი წელი ჩვენ მთლიანად დაუთმეთ ესე ვთქვათ ტექნიკურ გადაიარაღებას, ქარხანაში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას. თქვენ როგორც ახსენეთ, აწარმოეს პარკლებში მოვახდინეთ ახალი დანადგარების ინსტალაცია, საწარმოო სიჩქარების გაზრდა და ეს უკვე იყო ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური საფუძველი იმის, რომ გვეზრუნა ექსპორტის მიმართულებით. რაც შეეხება მხოლოდ გადაიარაღების ნაწილს, რომ თავი დავანებოთ, ამის შემდეგ იწყება კიდე მთავარი პროცედურები, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და წლევანდელი წლის 2023 წლის პირველი 6 თვე მთლიანად დაუთმეთ სერტიფიცირების ნაწილს. ჩვენ აქამდე მუშაობდით, რა თქმა უნდა, სერტიფიკატებით და სერტიფიცირებულია ჩვენი პროდუქცია. უბრალოდ ეს იყო სერტიფიცირება განხორციელებული იყო თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთში, უკრაინაში და ასე შემდეგ. თუმცა არ ჰქონდა ევროპული ხარისხის სერტიფიკატები და დაახლოებით 2 თვის წინ ჩვენ მოვახერხეთ ჩეხეთის რესპუბლიკაში გავლა სერტიფიცირების ჩვენი ძირითადი პროდუქციის სერტიფიცირება, რაც უკვე ფაქტიურად გვიხსნის გზას ევროპისკენ და განვახორციელეთ ექსპორტი, რომლის საშუალებითაც უკვე პირველი პარტიები წარმატებით განხორციელდა. რომელი იყო სულ პირველი ქვეყანა თუ ესე არ ყოფილა რომ პირველი ქვეყანა არის ბულგარეთი, ევროპის ქვეყანა არის ბულგარეთი და ამას თავისი ახსნა აქვს რატომ. ჩვენ გვყავს პარტნიორი კომპანია, სხვათა შორის ქართული წარმოშობის კომპანია არის, ეს არის ANTA, Building Materials Company, რომლის დახმარებითაც მოვახდინეთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი. საკმაოდ მზარდია მოთხოვნა. რაოდენობებზე არ ვაკეთებთ ახლა თავდაპირველად აქცენტებს, რადგანაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რაოდენობა, მაგრამ ფაქტი თვითონ რომ ესეთი ტიპის პროდუქტი რომ ევროპაში მოხდა და მისაღებია უკვე ევროპისთვის, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე გვაქვს სამუშაო ამ შემთხვევაში უკვე რაოდენობების და ბაზრის დივერსიფიცირებისთვის, დიახ, მოცულობებისთვის. დავით, ევრო 1-ია ხო? საუბარი ამ ევრო 1 არის, კი, ევრო 1-იც ავიღეთ და კიდე უფრო ტექნიკური CPR სერტიფიკატები, რაც არის უკვე ევროპული თვითონ შიდა ლაბორატორიების, ჩეხეთის ლაბორატორიის მიერ გაცემული. მე მაინტერესებს თქვენს მაგალითზე, გარდა საკაბელის წარმატებაზე საუბრისა, ქართული პროდუქციის მწარმოებლებს რეალურად აი ამ გზაზე რა ტიპის მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან და რა როლი არის სახელმწიფოსი მთელ ამ პროცესში, რომელიც ხსნის ევროპის ბაზრის გასაღების კარს? კი ბატონო, აი ჩვენი კომპანიის მაგალითიდან გამოცდილებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, აქ არის ორი ნაწილი, რა თქმა უნდა ჩვენ გადაიარაღების, იმიტომ რომ იმდენად დიდია მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე და იმდენად მაღალია წილი ჩვენი ადგილობრივი მიწოდების, ჩვენ თუ არ გავზრდიდით ქართულ სიჩქარეებს და გადაიარაღებას ვერ გავაკეთებდით, ამ მოცულობებზე ალბათ ვერ ვიფიქრებთ რა სამომავლოდაც. აქედან გამომდინარე აწარმოეს საქართველოს სუბსიდირების პარკლებში, ანუ სუბსიდირებული სესხის პარკლებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა იყო და პლუს არის პროგრამები, რომელიც მაგალითად აფინანსებს ასევე აწარმოეს საქართველოს პარკლებში არის გამოფენები, რომლებიც ფინანსდება აწარმოეს სუბსიდირებით. მაგალითად შაშან სამხრეთ აფრიკაში ჰქონდა დაფინანსებული გამოფენა, რაც ძალიან დიდ საშუალებას იძლევა რომ გავიცნოთ ბევრი ახალი პარტნიორი, შევხვდეთ ბევრ ახალ მომწოდებელს და ეს კონტაქტები გამოვიყენოთ საბოლოოდ ექსპორტს. აი ამ ორი კუთხით გამოყოფდი სახელმწიფოს მხარდაჭერას ამ შემთხვევაში ჩვენი გამოცდილებიდან. საკაბელის წარმოების ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანის განზოგეთ, მაგალითად ჩემი განზოგეთ და კაბელი იყოს ერთგვაროვანი, ხო, მაგრამ ანუ ძალიან ბევრნაირი არსებობს, აი იგივე კონტაქტებიდან გამომდინარე და ევროპული ბაზრის პირველადი მოტივებიდან გამომდინარე. ყველაზე ერთნაირი მოთხოვნა არის თუ ხედავთ რამე განსაკუთრებულ ნიშს, სადაც შეიძლება რომ უფრო მეტად მოახერხოთ მომავალში პროდუქციის შეთავაზება.
ну, კაბელები რა თქმა უნდა არსებობს ორი ძირითადი განმასხვავებელი, ერთი რა ალუმინის ტიპის კაბელი, მეორე სპილენზის ტიპის კაბელი, იქ საიზოლაციო მასალაში ძალიან ბევრი განსხვავება არის, ჩვეულებრივი PVC კაბელები არის არაჰალოგენური ტიპის კაბელები, არის ცეცხლგამძლე კაბელები, ეს არის ანუ სტანდარტი ზოგადად არის სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტები არის დაწესებული. აი, ამიტომ არის ზოგადად რთული, რომ მიაღწიო ყველაზე ხარისხიანი ევროპული სტანდარტის, ესე ვთქვათ, სერტიფიცირებას, რომ ჩაჯდე იმ ჩარჩოებში, იმ ფარგლებში, ამ ქარხანას უნდა გიწყობდეს თვითონ ხელსა დანადგარები, სადაც ეს არ არის პროცესი, ერთჯერადი პროცესი სერტიფიცირება, ხო? რამდენ ხანში ერთხელ უნდა გააახლოთ ეს? არის პერიოდები ერთ წელიწადში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ გააჩნია თვითონ ქვეყანას და დამკვეთს გააჩნია თვითონ როგორ მოითხოვს ამას. შეიძლება მოითხოვოს, რომ 6 თვეში ერთხელ მოხდეს განახლება, შეიძლება ერთ წელიწადში ერთხელ მოხდეს განახლება და ასე შემდეგ, რა და ну ამ სტანდარტებში ვჯდებით და თუ სტანდარტი არის დაკმაყოფილებული და ამ შემთხვევაში არის, ყველა მიმართულებით ფიქრობთ, რომ შეიძლება ქართული კაბელი იყოს მოთხოვნადი და ესე ჩანს ამ კომუნიკაციიდან? კი, რა თქმა უნდა. მარტო ევროპისთვის არ არის ეს, ну, ჩვენ სამომავლო გეგმების კუთხით კიდევ ვაპირებთ ანუ ბაზრების განვითარებას და გაფართოებას ჩვენი ბაზრებისას. თუმცა ძალიან ბევრი კომპანია საქართველოში შემოდის საერთაშორისო ტიპის ორგანიზაციები, თქვათ, სასტუმროები, საცხოვრებლები. როდესაც ახალი ინვესტორი შემოდის, ну, კითხვის ნიშანი ყოველთვის არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ რამდენად ხარისხიანია, ენდობა თუ არა ის, თქვათ, თურქულ სერტიფიკატზე ენდობა თუ არა. როდესაც უკვე ევროპულ სერტიფიკატზე, ევროპულ ხარისხზეა და ევროპულ სტანდარტზეა საუბარი, შესაბამისად უკვე ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას და ეს კიდე საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო პროექტში მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი პროდუქციით. დავით, გეოგრაფიული არეალის გაფართოება ბრძანეთ, გაახსენეთ და ასევე ასორტიმენტზეც მინდა გკითხოთ, თქვენი გეგმებიდან გამომდინარე. ანუ რა შედის, რას ამიზნე გეოგრაფიები გაქვთ მონიშნული, როგორც მენეჯმენტის ხელმძღვანელს და ასორტიმენტის გაფართოებაზე განახლებული მოთხოვნიდან გამომდინარე რა გეფიქრებათ? დიახ. რაც შეეხება ანუ გეოგრაფიულ არეალს, ვფიქრობთ, ანუ უფრო გალფის ქვეყნები არის საინტერესო და ასევე აფრიკის ქვეყნებიც საინტერესოა. თუმცა ევროპა მაინც საინტერესო იყო და ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ ევროპულ ესე ვთქვათ ბაზარზე შესაძლებლად. შემდეგი ეტაპები იქნება ალბათ არაბეთის ქვეყნები, შემდეგი ქვეყნები იქნება აფრიკის ქვეყნები. რაც შეეხება მომავალს და დივერსიფიცირებას, ანუ ჩვენ დღევანდელ დღეს რაც მოთხოვნადი სპექტრია, თითქმის 90%-ს ვაწარმოებთ. არის გარკვეული მაღალი ძაბვის კაბელები, რომელზეც საქართველოში დიდად მოთხოვნა არ არის, რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ პარტნიორი კომპანიებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუ ამის მოთხოვნა არის და დაკვეთა ჩვენი მომხმარებლებისგან, მაგრამ მე მგონია, რომ მომავალი არის სოლარ პანელების კაბელების წარმოებაში. არ მიხსენებია სერტიფიცირების ნაწილში, ჩვენ წლის დასაწყისში უკვე ვაწარმოეთ სოლარ პანელების კაბელები, ეს სპეციფიური ტიპის კაბელია, რადგანაც წლების განმავლობაში ღია მზის გულზე დევს, უნდა გაუძლოს სპეციალური იზოლაცია აქვს მაგას. ვაწარმოეთ უკვე 6 თვეში ჭირდება ტესტირება ზოგადად, სპეციალურ ღუმელებში იდება და ამის სერტიფიკატის ფაქტობრივად ერთი სერტიფიცირება უკვე გავლილი გვაქვს ამისიც და ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე შეგვიძლია ამ პროდუქციის გაგზავნას. ეხლა უბრალოდ მუშაობთ ნედლეულის მოძიებაზე, სად უფრო ვთქვათ ხარისხიანს და კარგ ფასად, ხო, თვითრეგულატორი. ანუ ძალიან ბევრი პარტნიორი გვყავს ამ გამოფენებიდან და საერთაშორისო კონტაქტებიდან დაგროვებული, მათ შორის დამფუძნებლებსაც ჩვენს კომპანიის, რომლებიც წლებია ჩართულები არიან ამ კომპანიის მართვაში და ყოველდღიურად შემოდის მოთხოვნა სხვადასხვა პარტნიორი, თუნდაც ქარხნებიდან, თუნდაც დამკვეთებიდან ამ სოლარ პანელების კაბელებთან დაკავშირებით და ალბათ ძალიან მალე უკვე, ანუ წარმოებაში ფაქტურად ჩაშვებულია, გატესტილია და მასშტაბურ ხასიათს მივცემთ მას. ანუ კიდევ ერთი ამბავი გვექნება მოსალოცი უახლოეს მომავალში. მადლობა წარმატებას გისურვებთ. ყოველთვის საინტერესოა ქართული წარმოების თვალისდევნება, მithundes საკაბელმა ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე შემოგთავაზა და მომავალშიც გეგმები ნამდვილად თვალყურ მისადევნებელია. დავით კაპანაძე, საკაბელის მმართველი დირექტორი გრძნობდა საქმე ინტელეს ეთერში. მადლობა მას და წარმატებები.